ყველაზე დიდი ტკივილია, როცა ხედავ როგორ გადის წლები და შენი ოცნებები ისე შორსაა შენგან, როგორც დასაწყისში. ჩარლზ ენელი გვაფრთხილებს, თუ საქმეს დაიწყებ და ბოლომდე არ მიიყვან, ამ შემთხვევაში შენ ქმნი დამარცხების პრეცედენტს. როგორც მიხვდით, დღეს გვაქვს ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების უკვე მე-12 გაკვეთილის განხილვა და ამ გაკვეთილში გასწავლით, როგორ შეწყვიტოთ საკუთარი თავის ხალატი, როგორ მოიპოვოთ ძალა და გახდეთ უშიშრები და როგორ განაწყოთ სამყარო ისე, რომ თქვენი სურვილები ასრულდეს. გაკვეთილი 12 სათაურია კონცენტრაციის ძალა და ალბათ დამეთანხმებით, რომ კონცენტრაციის უნარი არის ყველაზე მაღალი ვალუტა დღევანდელ სამყაროში და სწორედ ის განაპირობებს ადამიანის წარმატების ხარისხს. მოდით დავიწყოთ წიგნის განხილვა და შესავალი ნაწილი. ამ გაკვეთილის მეოთხე აბზაცში თქვენ ნახავთ ასეთ მტკიცებას. პირველ რიგში თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ძალა. მეორე რიგში იყოთ უშიშარი და გაბედული. მესამე რიგში გწამდეთ და აკეთებდეთ. თუ თქვენ ამ აზრებზე კონცენტრირდებით, თუ მათ დაუთმობთ მთელს თქვენს ყურადღებას, მაშინ ყოველ წინადადებაში უზარმაზარ აზრს იპოვით და თქვენსკენ მოიზიდავთ მათთან ჰარმონიაში მყოფ სხვა აზრებს. და მალე თქვენ სრული ზომით გაგეხსნებათ იმ ცოდნის მნიშვნელობა, რომელზეც კონცენტრირდით. ცოდნა თავის თავს თვითონ არ მოიხმარს. ჩვენ როგორც ინდივიდუმებმა უნდა მოვიხმაროთ იგი. მოხმარება კი ნიშნავს ცოცხალი მიზნით აზრის განაყოფიერებას. იმ აზრებს, რომელთაც უმრავლესობა ჩვენგანი სისულელეზე ხარჯავს, სასწაულების მოხდენა შეუძლიათ, თუ მათ სათანადოდ გარკვეულ ობიექტზე მივმართავთ. ამისთვის საჭიროა არჩეულ აზრზე მენტალური ძალის კონცენტრირება ყველა დანარჩენი აზრის სრულ გამორიცხვამდე. თუ ოდესმე იყურებოდით ფოტოკამერის ჭუჭრუტანაში, გეცოდინებათ, ვიდრე ობიექტი ფოკუსში არ არის მოხვედრილი, სურათი გადარეცხილია, მაგრამ როგორც კი ფოკუსი დაყენდება, იგი ძალიან მკაფიო ხდება. ეს მაგალითი ჩვენს წინაშე ახდენს კონცენტრაციის ძალის დემონსტრირებას. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ობიექტზე კონცენტრირება, დაინახავთ მხოლოდ თქვენი იდეალის ბუნდოვან, გაურკვეველ, არეულ და ჩარეცხილ მოხაზულობას. შედეგები კი დამოკიდებულია თქვენს აზრობრივ ხატზე. მეგობრებო, ჩვენი გონება ფოტოკამერასავითაა, სანამ ობიექტი არ არის ფოკუსში, ყველაფერი ბუნდოვანია. მაგრამ როგორც კი ფოკუსი სწორად დაყენდება, მაშინ ყველაფერი მკაფიო და ნათელია. ზუსტად ასე, მანამ სანამ ჩვენ არ ვიცით, რა გვინდა, არ ვიცით ეს რაც გვინდა რა არის და მერე როგორ მივიდეთ ამ მინდამდე, იქამდე ჩვენი სურვილები უბრალოდ სურვილებად რჩება, მათთან მიახლოებაც კი შეუძლებელია. ენელი შესავალ ნაწილში ამბობს სამ მნიშვნელოვან ფრაზას. პირველ რიგში თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ძალა, მეორე რიგში უნდა იყოთ უშიშარი და გაბედული და მესამე რიგში გწამდეთ და აკეთებდეთ. ეს რას ნიშნავს? ანუ მანამ სანამ ჩვენ არ ვიცით რა შესაძლებლობები გვაქვს, იქამდე ფიზიკურად ამას ვერ გამოვიყენებთ, ხო? ანუ რა ცოდნაზეა საუბარი? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ვიზუალიზაციის უნარი, სამყაროზე ზემოქმედების უნარი, რომ შეგვიძლია ჩვენ თუნდაც წერით, თუნდაც აფირმაციები, თუნდაც წარმოსახვით, ზეგავლენა მოვახდინოთ ჩვენსავე ცხოვრებაზე, ანუ შევცვალოთ ის. ეს არის ის ცოდნა, რომელიც უკვე ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით კი ჩემმა მსმენელმა. თქვენ არაერთი მაგალითი გაქვთ იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი აზროვნებით ზეგავლენა მოვახდინოთ ჩვენსავე ცხოვრებაზე. მეორე ნაწილში რას ამბობს, ნახეთ, იყოთ უშიშარი და გაბედული. ეს რას ნიშნავს? ანუ ერთია რომ მე ვიცი და მეორე ამ ცოდნასთან შესახვედრად მე შემიძლია გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები და არ შემეშინდეს. მაგალითად, როდესაც მე მინდა ახალი სამსახურის დაწყება, ან მინდა რომ უფრო მეტად წარმატებული ვიყო, მარტო მინდაზე კი არ დავრჩე, რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგა. ან ვათავსო ჩემი CV სხვადასხვა ვაკანსიებზე, ან ვეცადო კვალიფიკაციის ამაღლებას. მოკლედ, არ უნდა ვიყო გაჩერებული და უნდა ვმოქმედებდე. და მესამე,
წამდეთ და აკეთებდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გულისხმობს იმას, რომ შენ უნდა გჯეროდეს შენივე სურვილის. თუ ეჭვი გეპარება, გამომივა, არ გამომივა, შევძლებ, იქნებ ვერ შევძლო. თუ ესეთი ეჭვები გაქვს საკუთარ სურვილთან დაკავშირებით, თუ ეჭვი გეპარება საკუთარ თავში, მაშინ ამ სურვილთან მიახლოება, რა თქმა უნდა, გაგიჭირდება. უნდა გწამდეს, გჯეროდეს და ამ რწმენის შესაბამისად უნდა მოქმედებდე. ავტორი ასევე გვეუბნება იმას, რომ ცოდნა თავის თავს ვერ მოიხმარს. ეს რას ნიშნავს? ახლა, როდესაც თქვენ ვიდეოს უსმენთ და ჩემს ამ თუ წინა ვიდეოებში მოცემული ინფორმაცია მიიღეთ, ანუ მიიღეთ ცოდნა, ხო? მაგრამ ეს ცოდნა არ უნდა დარჩეს მხოლოდ მიღებულ ინფორმაციად. ეს უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თორემ მასე რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ პოდკასტს მოусმენთ, რამდენ ვიდეო ჩანაწერს ნახავთ თუ რამდენ წიგნს წაიკითხავთ. ყველა პატარა ნაბიჯი, რომელიც შეიძლება დღეს თქვენთვის უმნიშვნელო ჩანდეს, არის აუცილებელი იმ გზის გასავლელად, რომელსაც საბოლოო ჯამში თქვენი სურვილის ასრულებამდე მიყავხართ. თქვენ ძალიან კარგად იცით, მრავალსართულიანი სახლის კიბეებს ისევე რაივლით, თუ პირველი და მეორე სართული არ გაიარეთ, ხო? ზუსტად ასე, ყველა პატარა ნაბიჯი, რომელსაც თქვენს მიზნამდე მიყავხართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა კი გადავიდეთ თეზისებზე. ცხოვრებაში არ არსებობს ისეთი მიზანი, რომლის მიღწევაში ყველაზე უკეთ ვერ დაგეხმარებოდა აზრის შემოქმედებითი ძალა. აზროვნების უნარი, ეს უნარი ყველასთვის ერთია. ადამიანი იმიტომ არსებობს, რომ იაზროვნოს. აზროვნების უნარი უსასრულოა, მისი შემოქმედებითი ძალა კი შეუზღუდავია. ჩვენ ვიცით, რომ აზრი ქმნის იმას, რაზეც ვფიქრობთ და მას აახლოებს ჩვენთან. თუმცა ჩვენთვის ძნელია შიშის, ღელვარების, თავგზის დაბნევის საკუთარი თავიდან განდევნა. ეს ყველაფერი ხომ აზრის მძლავრი ძალებია, რომლებიც მუდმივად გვაშორებენ იმას, რაც ჩვენ გვსურს. ასე რომ, ხშირად ჩვენ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ, ორ ნაბიჯს კიდევ უკან. ავტორი გვეუბნება, რომ ამ სამყაროში არ არსებობს რაღაცა მიზანი, რომლის მიღწევაშიც არ დაგეხმარებათ აზრის ძალა. ანუ ყველაფერს მიაღწევო თუ აზრის ძალას გამოიყენებ. ავტორი ასევე იმას გვეუბნება, რომ ღმერთმა ყველას გვაჩუქა აზროვნების უნარი, ანუ ყველას გვაქვს აზროვნების უნარი, მაგრამ ვის როგორი ხარისხით აქვს ეს აზროვნების უნარი ინდივიდუალურია. ავტორი გვახსენებს იმასაც, რომ რაზეც ვფიქრობთ, ის ჩვენთან უფრო ახლოს მოდის. არ აქვს მნიშვნელობა შენ ცუდზე ფიქრობ თუ კარგზე ფიქრობ. რაზეც ფიქრობ, ის შენთან ახლოვდება, შენთან ახლოს მოდის. აქედან გამომდინარე, ფიქრები როცა გვაქვს შიშზე, ღელვარებაზე და ნეგატიურ რაღაცებზე, ის ცუდი რაღაცები უფრო ახლოს მოდის ჩვენთან. და ნახეთ, აქ არის ძალიან მაგარი სიტყვა. ხშირად ადამიანებიო ერთ ნაბიჯს დგამენ წინ და ორ ნაბიჯს დგამენ უკანო და ეს რას ნიშნავს? ნახეთ, რაღაცა მიზნად დაისახეთ, რაღაცა მიზანი აიღეთ, რომ შეიძინოთ პირობითად მანქანა, ხო? და ამ მანქანის შესაძინად კი ბატონო დგამთ ნაბიჯებს, ფულსაც აგროვებთ, რაღაცა მოდელებსაც განიხილავთ, ტერესტებით, ხო? ანუ ეს გადადგმული ნაბიჯებია, კი. მაგრამ ამავდროულად გონებაში გიტრიალებთ შიშები და ფიქრი, რომ ავარიაში რომ მოხვდე, რა ვიცი, მართვის მოწყობა რო ვერ ავიღო, ფული რომ არ მეყოს, განბაჟება ძვირი ხომ არ არის, ან ასე შემდეგ. ანუ აზრები მოდიან ცუდ რაღაცეებზეც. შესაბამისად, ერთი ნაბიჯი კი გადავდგი წინ, როცა დავიწყე ფულის დაგროვება, მაგრამ ორი ნაბიჯი უკან გადავდგი, რადგან დავიწყე ცუდ რაღაცებზე ფიქრი, რომელიც ამ ჩემს სურვილს უკავშირდებოდა. ამიტომ დაფიქრდით, დააკვირდით, დაფიქრდით კი არა, უფრო დააკვირდით საკუთარ ფიქრებს, რას ფიქრობთ, როდესაც რომელიმე სურვილზე მუშაობთ. არის თუ არა ამ თქვენს გონებაში იმაზე მეტი უარყოფითი ფიქრები, ვიდრე დადებითი. ამას ჭირდება ძალიან ფხიზელი თვალი და მეტი ყურადღება, რომ ნეგატიური აზრები გონებაში არ გაიპაროს. მაგრამ თქვენი იდეალი უნდა იყოს ნათელი, მკაფიოდ მოხაზული და გარკვეული. თუ თქვენ დღეს ერთი იდეალი გაქვთ, ხვალ მეორე, მომდევნო კვირას კი მესამე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალებს ფანტავთ და ვერაფერს ვერ მიაღწევთ. თქვენ მიიღეთ მხოლოდ ფუჭად დახარჯული მასალების უაზრო ქაოტურ შენარევს. სამწუხაროდ, სწორედ ამ შედეგს აღწევს ბევრი და მიზეზი ცხადია. ბოქანდაკეს რომ აეღო მარმარილოს ნაჭერი და საჭრისი. თავის იდეალი ყოველ 15 წუთში ერთხელ რომ შეეცვალა, შედეგს მიაღწევდა. ავტორი გვახსენებს იმას, რომ ჩვენი იდეალი, ანუ ჩვენი მიზანი თუ სურვილი უნდა იყოს
მკაფიოდ მოხაზული და ნათელი. ანუ ჩვენ კარგად უნდა ვერკვეოდეთ იმაში, რაც გვინდა. კარგად უნდა შეგვეძლოს მისი წარმოსახვა, ფერადი უნდა იყოს. ანუ თვალს რო დახუჭავ, ან არ დახუჭავ და შენ სურვილს წარმოიდგენ. შენი სასურველი უნდა იყოს ძალიან მკაფიო, უნდა შეგეძლოს მისი დანახვა აუცილებლად. და მკაფიოდ რო წარმოიდგინო რაღაცა, ამისთვის საჭიროა ის იყოს იდეალურად შესწავლილი. დღეს რომ ერთი რაღაც გინდა, ხვალ სხვა რაღაცაზე კი არ უნდა იფიქრო და ენერგია კი არ უნდა გაფანტო. ჯერ იმ ერთზე იმუშავე, ერთი დაამუშავე ისე რომ მკაფიოდ, კარგად წარმოიდგინო და მერე გადადი სხვა სურვილზე. და მოყავს ძალიან საინტერესო მაგალითი. მოქანდაკეს რომ ყოველ დღე თავისი იდეა შეეცვალა, როგორ შედეგს მიიღებდა, ვერ გამოაქანდაკებდა ხო ისეთ შედევრს, რომელიც იქნება იდეალური, ხო? ბევრჯერ შეცვლა გააფუჭებს თვითონ მასალას. ზუსტად ასე. თქვენ არ უნდა გააფუჭოთ, არ უნდა გახარჯოთ თქვენი მენტალური მასალა სხვადასხვა რაღაცებზე ერთდროულად ფიქრით. აიღეთ ერთი მიზანი, იმუშავეთ იმ მიზანზე, მიაღწევთ და შემდეგ უკვე მომდევნო. კანონი იუწყება, რომ აზრი ურთიერთქმედებს თავის ობიექტთან და მატერიალურ სამყაროში განასახიერებს იმის შესაბამისობას, რაზე ჩვენ ვფიქრობთ, რასაც ვაწარმოებთ აზრების სამყაროში. სხვათა შორის ეს გამუქებულია, უფრო მუქად წერია და ნახეთ რას გულისხმობს. აზრი, ანუ გონებაში წარმოქმნილი ფიქრი, ურთიერთქმედებს ობიექტთან. ანუ მე ვიფიქრე კომპიუტერზე და დავიწყე ურთიერთქმედება. შემდეგ მატერიალურ სამყაროში ის განასახიერებს იმას, რასაც ვფიქრობ მე. ანუ განსახიერდება იმის შესაბამისობა, რაზეც ვფიქრობ, რასაც ვაწარმოებ აზრების სამყაროში. და ცხადია, რომ სრულიად აუცილებელია იმაზე ზრუნვა, რომ ყოველ ჩვენს აზრში იყოს ჭეშმარიტების კანონი, რომ ზრდის კანონი სიკეთეს განასახიერებდეს, რადგან მხოლოდ სიკეთე გვჩუქნის მუდმივ ძალას. პრინციპი, რომელიც აზრს აძლევს ობიექტთან ურთიერთქმედების ენერგიას, მაშასადამე ადამიანისთვის ყველა მტრული გარემოებების დაძლევის უნარს მიზიდულობის კანონია. ეს კი მხოლოდ სიყვარულის კანონის სინონიმია. შეიძლება იფიქროთ, თუ როგორ შეუძლია გონებას ესე ზეგავლენა მოახდინოს მატერიალურ სამყაროზე. ანუ ფიქრს როგორ შეუძლია მატერიაზე ზემოქმედება. ფიქრი ხომ ხელშეუხებელია, ანუ არ არის მატერია, რაღაცა აბსტრაქტულია და მატერია არის მაგალითად სახლი, მანქანა, კომპიუტერი, ტელეფონი და ასე შემდეგ. როგორ ახდენს გავლენას ფიქრი მატერიაზე და ეს გავლენა ხდება მიზიდულობის ძალის გამოყენებით. და ავტორი ამბობს, რომ მიზიდულობის ძალა, მიზიდულობის ენერგია იგივე სიყვარულის ენერგია. ანუ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი აზრები გამსჭვალული იყოს მხოლოდ სიყვარულის ენერგიით. ანუ გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცნაირად ყველა ადამიანზე შეყვარებული იყო. სიყვარული შეყვარებულობას არ გულისხმობს. სიყვარული ნიშნავს იღებდე ყველას და ყველაფერს ისეთად, როგორიც არის. ანუ არ აკრიტიკებდე, არ განსჯიდე, არ რიყავდე, ხელს არ კრავდე სხვას. უნდა მიიღო, რომ სამყაროში შეიძლება იყვნენ ცუდი ქცევის ადამიანები, რომლებიც არ ემთხვევიან შენს ღირებულებებს და სტანდარტებს, მაგრამ არ უნდა დაიწყო მათი კრიტიკა, არ უნდა აწარმოო ცუდი ფიქრები, იმიტომ რომ გონება იმას, რასაც ფიქრობ, იზიდავს. გონება კი ვერ ხდება, რომ შენ სხვაზე ფიქრობ. შენ უბრალოდ ფიქრობ, ამ ფიქრებს ატრიალებ, ამ ენერგიაში ხარ. როცა სხვას ლანძღავ, ეს უკვე შენი ენერგია ხდება. თუნდაც ის სალანძღავი იყო. სწორედ ამიტომ 100-ჯერ და 1000-ჯერ მithქვამს და ვამბობ, რომ რაც არ უნდა გასაკრიტიკებელი იყოს სხვა ადამიანი, რაც არ უნდა არ მოგწონდეს სხვისი ქცევა, საუბარი და ასე შემდეგ, შენ არ უნდა განიხილო ის, არ უნდა ილაპარაკო, იმიტომ რომ იმ ენერგიაში ტრიალებს შენ. შენ კი ლაპარაკობ სხვაზე, მაგრამ ის სიბინძურე, ის ცუდი სიტყვები და ფიქრები შენვე გწამლავს. დუმილში თქვენ უკავშირდებით ქვეცნობიერი გონების ყოვლისშემძლე ძალას, რომლისგანაც მომდინარეობს ნებისმიერი ძალა. ის, ვისაც სურს სიბრძნე, ძალა და რაიმეში წარმატება, ამ ყველაფერს მხოლოდ შიგნით თუ იპოვეს. სწორედ ესაა თვითგახსნა. ვინც არ დაუფიქრდება, შეიძლება ჩათვალოს, რომ დუმილის მიღწევა ადვილი და მარტივია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თავად ღვთაებრიობასთან კონტაქტში შესვლა შეიძლება მხოლოდ სრულ დუმილში. მხოლოდ ასე შეიძლება მარადიული კანონის გაგება და საკუთარი თავისთვის
იმ არხების აღმოჩენა, რომლებითაც შეუპოვარი ვარჯიში და კონცენტრირება ადამიანს ოსტატობამდე მიიყვანს. ავტორი ამბობს იმას, რომ მხოლოდ დუმილის დროს შეიძლება ქვეცნობიერთან დაკავშირება და მხოლოდ დუმილის დროს შეიძლება განივითარო ის ყოვლისშემძლე ძალა, რომელიც განგასხოვებს სხვა ადამიანისგან, რომელიც მოგცემს განსაკუთრებულ უნარს იყო ოსტატი იმ საქმეში, რასაც აკეთებ. და არ გეგონოთ, რომ სიჩუმეში ყოფნა უშუალოდ სიჩუმე მარტივი მისაღწევი იყოს. ჩვენ, როდესაც ოთახში შევდივარ და ვდუნდებით და ჩუმად ვართ, მან ჩუმადაც ვერ ვართ, იმიტომ რომ გონებაში უამრავი აზრები ირევა. ფაქტიურად შეუძლებელია ადამიანი ფიქრების გარეშე გაჩერდეს. ეს ფიქრები მუდმივად ტრიალებს და არც კი ეცადოთ და არავის არ დაუჯეროთ, რომ ფიქრებისგან განთავისუფლდებით. ეს ფიქრები სულ იქნება. თქვენ მხოლოდ უნდა ეცადოთ სიჩუმეში ყოფნას. კონცენტრირებას მდუმარებაზე სიჩუმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური ფიქრები მაინც იქნება. თქვენი კონცენტრირება უნდა იყოს მიმართული სიჩუმეზე და სწორედ ამის და პრაქტიკებით ნელა დროთა განმავლობაში თქვენ მიხვალთ იმ უდიდეს ძალამდე, რასაც დუმილის და სიჩუმის ძალა ქვია. აზრის ძალას აქვს ისეთი გამოვლინებები, რომელთაც შეუძლიათ გააოცონ ჩვენი წარმოსახვა. თუმცა ამ გამოვლინებების შედეგები მავნეუფროა, ვიდრე სასარგებლო. რასაკვირველია, მღელვარებას, შიშს და ყოველგვარ უარყოფით აზრს შესაბამისი ნაყოფები მოაქვს. ის, ვინც ასეთ აზრებს თავშესაფარს აძლევს, გარდაულად მოიმკის იმას, რასაც დასთეს. მოდით გადავიდეთ მე-12 სავარჯიშოზე. ამ კვირაში წადით თქვენს ოთახში, დაჯექით იმავე პოზაში, როგორც ადრე იჯექით, მოდუნდით, გაუშვით ყველაფერი, აზრებიც და ფიზიკური დაძაბულობაც, ასე გააკეთეთ ყოველთვის, ნურას რო შეეცდებით აზრობრივი სამუშაოს ზეწოლის ქვეშ შესრულებას. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენს ხელში არ არის დაძაბული კუნთები და ნერვები. ანუ პირველ რიგში უნდა მოვდუნდეთ და ვიყოთ კომფორტულად და არ უნდა ვიყოთ მოჭიმულები. ეს არის ყველა სავარჯიშოს წინაპირობა. ამის შემდეგ გააცნობიერეთ თქვენი ერთობა ყოვლისშემძლეობასთან. დაუკავშირდით ამ ძალას. თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, გაიგოთ და გაარკვიოთ, რომ თქვენი აზროვნების უნარი ეს თქვენი უნარია ზემოქმედება მოახდინოთ სამყაროსეულ გონზე და განასახიეროთ იგი თქვენს ცხოვრებაში. გააცნობიერეთ, რომ ის დააკმაყოფილებს ყველა თქვენს მოთხოვნას გამონაკლისის გარეშე, რომ თქვენი პოტენციური უნარები ზუსტად ისეთივეა, როგორც ნებისმიერი ადამიანისა წარსულსა და მომავალში. ყოველი ჩვენგანი ხომ ერთის გამოხატულება და გამოვლინებაა. ჩვენ ყველანი მთელის ნაწილები ვართ. ჩვენ შორის არ არის განსხვავება, არც გარეგნობით, არც ხარისხით. განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია. ანუ მას შემდეგ, რაც მოდუნდებით, თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ კავშირი გაქვთ ყოვლისშემძლე ენერგიასთან, იგივე ღმერთთან. ანუ ეს კავშირი უნდა შეიგრძნოთ თვალდახუჭულ მდგომარეობაში. ამაზე ფიქრის დროს ასევე უნდა გააცნობიეროთ ის, რომ ყოვლისშემძლე იგივე ღმერთი თქვენს ყველა სურვილს შეასრულებს და რომ ღმერთს არ ყავს გამორჩეული ადამიანები და ყველას თანაბრად დაურიგა უნარი აზროვნებისა. განსხვავება არ არის ადამიანებს შორის, განსხვავება არის მხოლოდ აზროვნების მასშტაბში და ეს აზროვნება კი იცით, რომ ვარჯიშის დროს უმჯობესდება. დღეისათვის სულ ეს იყო მე-12 გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა. თუ გაინტერესებთ ჩვენი ვიდეოები, აუცილებლად დაწერეთ კომენტარები, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და შეგახსენეთ, რომ სექტემბრიდან უკვე ვიწყებთ სურვილების ასრულების მასტერგასაღების რიგით მე-9 ნაკადზე კურსს, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს შანსი, შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის წევრი.